17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. ამ დღეს საქართველოს 2014 წლიდან აღნიშნავს. ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება ექსპო ჯორჯიაში, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. დღემშვიდობისად ბატონო პრემიერო, მოწვეულო სტუმრებო, დიდი მადლობათ დღევანდელი დღის სიხარულის გაზიარებისთვის, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და თქვენის ნებით მაქვს პატივი ტრიბუნასთან თხოვო და მოვიწვიო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ გობაგობალაძეს, მივესალმები დედაქალაქის მერს, მივესალმები მინისტრებს, პარლამენტარებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და რასთავარია მოგესალმებით ვეტერანებს. მინდა მოგილოცოთ ვეტერანთა დღე, ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს. ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრეს ფასეულობაა. სახელმწიფო სიძლიერე განისაზღვრება იმით, თუ როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომ თქვენს კეთილდღობაზე ზრუნვა, თქვენი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის რომ წელს ამ დღეს მეათედ აღვნიშნავთ, სწორედ ამის ერთ-ერთი დასტურია. წინა ხელისუფლების დროს არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა მიმართულებით, საფუძველი ჩაუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგეთ თქვენი დამსახურების სათანადოდ დასაფასებლად. ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დაწესდა არაერთი შეღავათი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის დაწესდა ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც მზარდია და თუ 2014 წელს 500 ლარი იყო, დღეისათვის უკვე 1200 ლარს შეადგენს. მოიხსნა შეზღუდვა, რომლის თანახმად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ საპენსიო ასაკის ვეტერანებს, შედეგად დახმარების მიღება შეძლო დაახლოებით 45,000-მა ვეტერანმა. დაწესდა შეღავათები, მათ შორის საგადასახადო კუთხით, მუნიციპალური ტრანსპორტით და მატერიალურ გზავრობაზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების, სააგენტო სერვისებით და სხვა მომსახურებით სარგებლობაზე. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში შეიქმნა ვეტერანთა პაკეტი, რომლის ფარგლებში ვეტერანებს სამედიცინო მომსახურება 15,000 ლარიანი წლიური ლიმიტის ფარგლებში 100%-ით უფინანსდებათ. ამოქმედა ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამა. განათლების მიმართულებით სოციალური პროგრამის ფარგლებში ვეტერანთა შვილები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებიან.
პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის სარგებლობისას უპირატესობის უფლება ვეტერანებს ენიჭებათ. სამი წარმოების საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში ჩამოყალიბდა ვეტერან ფერმერთა ასოციაციები, კოოპერატივები და მეურნეობები. ეს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების მხოლოდ ნაწილია, მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს იმ ძალისხმევისთვის, რომლის შედეგადაც დღეს ვითარება არსებითად არის გაუმჯობესებული. თუმცა, რა თქმა უნდა, მიღწეული ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით, ჩვენ გავაგრძელებთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობას და შესაბამის სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას, მათ შორის ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც. ჩვენი გეგმების განსახორციელება და ქვეყნის შემდგომი წესვლისთვის უმთავრესი პირობაა მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცება. თქვენ ვეტერანებმა ყველაზე უკეთესით მშვიდობის ფასი, მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსთვის, თავდადებისთვის, იმ წვლილისთვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ. რომლის მადლობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოუხდი ბატონ პრემიერს და ტრიბუნასთან მინდა მოვიწვიო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ჩიკოვანი. მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ოფიცრებო, პატივისცემულო სტუმრებო. განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმებით ჩვენს ვეტერანებს. თითოეულ ვალმოხტილ მეომარს და ულოცავ დღევანდელ დღეს. თქვენ ხართ ღვაწლმოსილი ადამიანები, ვისაც სამშობლოს დაცვის საპატიო მისია ერგო წილად, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე უფრო მეტად უჭირდა. მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ და ამ გმირობისთვის და სიმამაცისთვის. თქვენი ერთგული სამსახური და თავდადება ქართული სახელმწიფოს წინაშე ფასდაუდებელია. ქვეყნის მომავლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პატრიოტიზმი, სიმტკიცე და ეროვნული ღირებულებისგან მიედგულება, რომლითაც თითოეული ვეტერანი იცავდა ქვეყანას და მის თავისუფლებას. თქვენს მაგალითზე აღიზარდა ქართულ ჯარისკაცთა მრავალი თაობა და მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ თქვენი ღირსეული შთამომავლები არიან. ვამაყობთ, რომ დღეს თქვენი სახით ახალ თაობას წარსულთან მიახლოებისა და კიდევ ერთხელ მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობა აქვს. ქართველი კაცის თავგანწირვა ვაჟკაცობის ნიმუშად იქცა ყველგან, სადაც კი ჩვენს ჯარისკაცს უბრძოლია. სამწუხაროდ, არაერთი მებრძოლი დაეცა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მინდა ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის, თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს დაუმარცხებელ, დაჭრილ დაშავებულ ვეტერანებს, რომელთაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შეასრულეს მხედრული ვალი და იქცნენ ჩვენი ჯარის პროფესიონალიზმისა და სიმამაცის ცოცხალ მაგალითებად და ჩვენ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ დაამტკიცეს, რომ არავის ტოლს არ უდებენ. სწორედ ქართველი პატრიოტების წყალობით, თქვენი დამსახურებით ჩაეყარა საფუძველი საქართველოს მომავალს და ქართულ ჯარს. პატივისცემულო ვეტერანებო, მინდა გითხრათ, რომ თქვენ დიდი გამოცდილებითა და პატრიოტიზმით დღეს ასევე არანაკლებ სჭირდებით ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს. ზოგიერთი თქვენგანი დღესაც აგრძელებს ჯარის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას. ვეტერანის სახელი ყოველთვის იწევს განსაკუთრებულ პატივისცემას და მადლიერებას. ამიტომაც ხელისუფლებისა და საზოგადოების ვალია პატივი მიაგოს სამშობლოსათვის თავდადებულ რაინდებს, თავის ვეტერანებს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშორებთ იმისათვის, რომ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები იყვნენ სათანადოდ დაფასებულნი და მათი ცხოვრების პირობები იყოს გაუმჯობესებული. სწორედ ამიტომ მუდმივად უმჯობესდება ვეტერანთა სოციალური პაკეტი და მჯერა, რომ მივახცევთ იმ დონეს, როგორცაც ჩვენი გმირი ვეტერანები იმსახურებენ. მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ვეტერანს. მიიღეთ ჩემი უდიდესი პატივისცემა, გისურვებთ ჯანმრთელობას, ხნეობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს. ღმერთმა დაუწოს ჩვენი სამშობლო. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი ეფექტური თანამშრომლობისათვის და მომავალი გეგმების ერთობლივ განხორციელებისთვის წინასწარ გიხდით კიდევ მადლობას. თქვენის ნებართვით მე მინდა ტრიბუნასთან მოვიწვიო მეუფე ეფრემი, რომელიც გადმოგცემს ჩვენი უწმინდესი და უნიტარესი საქართველოს პატრიარქის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას. დიდი მადლობა.
თქვენ აღმატებულებო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, ჩვენო პატივცემულო ვეტერანებო, ბატონებო და ქალბატონებო, გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს. მაქვს პატივი გაგაცნოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მისასალმებელი სიტყვა. ჩვენო ვეტერანებო, ქვეყნისათვის დამაშვალო ჩვენო სულიერო შვილებო. ღვთის შეწევნით კვლავაც მაქვს შესაძლებლობა მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღე, რომელიც ყველას ახსენებს თქვენს ღვაწლს, ჩვენი ახლო წარსულის ცოცხალ მაგალითს, ქვეყნისა და მოყვასის სამსახურისთვის გაწეულს. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლოვანი ისტორიის მანძილზე საუკეთესო ნაწილი ჩვენი ერის ეწირებოდა ქრისტეს რწმენას და სამშობლოს დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამული შვილნი ერთიანად მოსპეს და გაანადგურეს ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს. თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქვეყნის სამსახურისთვის კვლავაც დაუღალავი მუშაკობა. ასევე მინდა დავლოცოთ თქვენი გარდაცვლილი თანამოძმენი და შევთხოვ უფალს მათი სულთა ცხონება, ხოლო მათი შთამომავლების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მშვიდობით კურთხევა. მაცხოვრისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლი და წყალობა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება არ მოკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა. კიდევ ერთხელ დღემშვიდობისად, ბატონო პრემიერო, მეუფეო, პარლამენტის წევრებო, მინისტრებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ვეტერანებო, გთხოვთ ტრადიციულად წუთიელი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ასევე სამშვიდობო მისიებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. გმადლობთ. ქალბატონებო და ბატონებო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის წელს საიუბილეო წელია. სამსახურის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავ და ჩვენთვის დიდი პატივია თვითეული თქვენგანის მასპინძლობა. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო პრემიერო, მიუხედავად ძალიან გადატვირთული გრაფიკისა მოახერხეთ მობრძანდი და ჩვენთან ერთად აღნიშნავთ ვეტერანის დღეს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების 70,000-მდე ვეტერანისა და მათი ოჯახის წევრთათვის. იმ ადამიანებისათვის, ვინც საკუთარი სისხლის, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავგანწირვის ფასად იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპს. ამიტომ ჩვენ ვეტერანებს ყველაზე უკეთ მოგვეხსენება და ვიცით ომის მთელი სისასტიკე და მშვიდობის შეუფასებელი ღირებულება. სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული ერთადერთი უალტერნატივო მშვიდობის კურსი. თუმცა ერთს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისა და თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე არ ვზრუნავთ. ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მშვიდობას და ხმამაღლა ვიტყვი. მშვიდობაზე ზრუნვა სწორედაც რომ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე გადის. მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაა. ამ 10 წლის განმავლობაში სამსახურმა სახელმწიფოს ჩართულობით და ნებით არაერთი პროგრამა განახორციელა ვეტერანთა
სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის მიმართულებით სახელმწიფო ინსტიტუტებთან, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ფინანსთა, იუსტიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სამოქალაქო თანასწორობის საკითხში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო და გუნდური თანამშრომლობით მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც დღეს გვაქვს და ნაბიჯ კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო იმ სამედიცინო კლინიკებს, რომლებიც ჩვენი ბენეფიციარების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ძალისხმევას არ იშურებენ. გასულ წელს ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის პროექტებზე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თითეული ვეტერანი სახელმწიფოსგან 15,000-იანი სადაზღვევო ჯანმრთელობის პაკეტით სარგებლობს და ის ნოზოლოგიები ეს იყო პირდაპირი ჩართვა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან. ნაციონალური